ტანვარჯიშისა და ჰიპ-ჰოპის სტუდია New Life Dance Academy-ის დამფუძნებელი ლიკა ჩუბინაშვილი კახეთში რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. სტუდია New Life Dance Academy-ის აღსაზრდელები ოლიმპიადებსა და ჩემპიონატებში აქტიურად მონაწილეობენ და პირველ ადგილებს იკავებენ. ტანვარჯიშისა და ჰიპ-ჰოპის სტუდია New Life Dance Academy-ის დამფუძნებლის ლიკა ჩუბინაშვილის კიდევ ერთი წარმატება. საქართველოს ჩელიდინგის პრეზიდენტმა ვალენტინა კუზმიდმა ლიკა ჩუბინაშვილი წარადგინა რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ცნობილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ფედერაციის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ლიკა ჩუბინაშვილი კახეთში რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. მისი განმარტებით რეგიონის წარმოსაჩენად საქართველოს ჩელიდინგის ფედერაციის მხარდაჭერით აქტიურად ჩაატარებს ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებს და უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ისე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. New Life Dance Academy-ში გვაქვს სასიამოვნო სიახლე საქართველოს ჩემპიონატზე. ჩელიდინგის ფედერაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ვალენტინა კუზმიდმა დამაკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა კახეთის რეგიონალური ფედერაციის ჩელიდინგის პრეზიდენტის სტატუსი მერგოწილად, რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას ამ უდიდესი პასუხისმგებლობისთვის. ჩვენი სტუდია მზად არის და ფედერაცია, რომ უამრავი ჩემპიონატები და ოლიმპიადებს უმასპინძლოს, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვრების გარეთ მოწვეულ სტუმრებს. შეგახსენებთ, რომ ტანვარჯიშისა და ჰიპ-ჰოპის სტუდია New Life Dance Academy-ის ახსაზრდელებმა ახლახანს ჩატარებულ ოლიმპიადაში პირველი ადგილები დაიკავეს. სტუდია აქტიურად აგრძელებს მოსწავლეების მიღებას როგორც ტანვარჯიშის, ასევე ჰიპ-ჰოპის შესასწავლად. გამორჩეულებს სრულად უფინანსდებათ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობა. ქორეოგრაფები საზღვარგარეთ მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს.